ერთი გამაგებინე გუშინ რატომ არ იყავი სკოლაში? ოე, რა გაყვირებს ვერ გავიგე, შენი გაზრდილი ვარ? მიპასუხე ბიჭო, გუშინ რატომ არ იყავი სკოლაში? ტესტი დავწერეთ ყველამ და შენ რატო არ იყავი? როგორ მოვიქცეთ ეხა? და დღეს დავწერ მე რა პრობლემაა? ზუსტად ეგ პრობლემაა, რომ ყველამ დაწერა გუშინ და შენ არ ბრძანდებოდი. დიახ, მას გუშინ დავწერეთ. რა დაწერილი ეგ იყო, შეჩემა თავზე გადამახია ფურცელი და გარეთ გამომაგდო, შენი არ მესმის მე. დაგახევდა ბიძია, აბა რას გიზავდა, მარტო კითხვები გადაიწერე და ისე მიუტანე ფურცელი. დამაწერინეთ რა დღეს რატო ახურებთ ვერ გავიგე? შენ მე მილიონჯერ გითხარი, ნუ მეპასუხები და გუშინ უნდა ყოფილიყავი, იმიტომ რომ გუშინ დაწერა ყველამ და შენ არ ბრძანდებოდი, უკვე მე რამდენჯერ გიმეორებ. რა მნიშვნელობა აქვს დღეს დავწერ, ხვალ თუ ზეიგ დატრაკებ და გიხარიათ. ნუ თავხედობ და ჩუმად იჯექი მანდ, რა ჩემი ბრალი არ არის ესეთი უპასუხისგებლო რო ხარ. დამაწერინეთ რა გთხოვთ, თქვენი რა მიდის? აი ჩემინება რომ იყოს დაგეხმარებოდი, ბოლოს და ბოლოს ადამიანები ვართ, მაგრამ დირექტორმა გამაფრთხილა კატეგორიულად რომ მაგას მეორე შანსი არ მისცეო. რატო? როგორც მითხრა, შენ და მამა შენმა ამ ბოლო პერიოდში საკმარისად გადაგვაჯვით უკვე თავზე და მაგიტომაც აღარ გაძლევს მეორე შანსს. ესე იგი მამა ჩემიც ახსენა. ხო, კარგი, ყველაფერი გასაგები არის. ერთ წუთქვენ მათ თქვენთან მორჩივსო? ალო, მომისმინე, აქ ხარ? დირექტორმა შენი სახელი ახსენა კიდე და ერთი ჩადი რა მოენატრე მე მგონი. ჩემი სახელი ახსენა? მაგას შიქ-ხო არ აქვს, ბიჭო, ეხლავე შევა და გავარკო ყველაფერს. აი შენი მენა ვერ ისწავლე ჭკუა რა ერთი მოდია უკაცრავად რომელი წელია ოე შენ გელაპარაკები მოიხედე აქეთკენ 1952 წელია შვილო ესე იგი მოვედით 1952-ში კარგია რა არის ესეთი სასიხარულო მეც მითხარი რა მაგას ვერ გეტყვი ისედაც საკმარისად დავარღვიეს დროის ნაკადი მირჩევნია მცირე დეტალები ჩემთვის დავიტოვო ვინ რა დააშავა გთხოვთ რა მითხარით არავის არ ვეტყვი შენ რატო შემეცი ვერ გავიგე ხო გეუბნები რომ არ შეიძლება რომ გითხრათ და დავაი გააჯვი ეხა აქედან ეგ როგორ უნდა ვქნა საითა მხარესაც შეტრიალდები იქითკენი არა ბოლომდე და ერთხელაც არ მოიხედო ხო გაიგე კარგით ხო წავალ აქედან რა გაეწყობა ოღონდ თქვენ არ გაბრაზდეთ წამოდი მამა წამო სხვაგან გავისეირნოთ მოიცა ერთი წუთი შემოტრიალდი რა არის ბოლომდე შემოტრიალდი ბლეად რამდენს მალაპარაკებ ხო გისმენთ ხო აი შემოტრიალდი ეგ შენი ბავშვია ხო შენ გეუბნები შენ მოტრიალდი ბოლომდე რა თავს იყლებ შეჩემა ეს კი ჩემი შვილია მაიტა აბა მათხოვე გავარკვევ რაღაცას აი ინებეთ მახინჯი ყველა ბავშვი ვისაც შევხვდები წარსულში რატო არის ესეთი მახინჯი ამიხსნის ვინმე არ არის მახინჯი და ძალიან გთხოვთ ნუ დასცინით სახეზე ღიმილი შემატყვე არ დაგიმალავთ და ვერა აბა რატო მეუბნები რომ დავცინე აბა მე რა ვიცი ხო და ბევრს ნუ ლაპარაკობ და მითხარი ერთი რა ქვია ამას ბარემ ადამიანია სახელად ვლადიმერ პუტინი ო კაკრას ამას ვეძებდი უკვე მესამეჯერ შემხვდა თუ არ ვწდები და ამჯერად ისე მივახეთქებ რომ აღარ აღორძინდება ამის დედაცა მე რო ეს რა ჩაიდინეთ რაც საჭირო იყო აი თუ ხელფასზე ვალებს არ მოვიშორებ რა მოყვება ამას აი დღეიდან იმენა აღარავის აღარ მოусმენ რა ავიღე ხელფასი ვსო მორჩა და გათავდა მობძანდით აბა ეხლა ჩვეულ რეჟიმში გადაიხადე დენი, გაზი, წყალი, ინტერნეტი თორე იცი რაც მოგელის ვერ გადავიხდი რა ამ თვეში ჩემს ხელფასს ვალებში ვერ დავარიგებ აჰა ესე იგი არაპირებ გადახდას ხო კარგი ყველაფერი გასაგებია სულ კარგად ბრძანდებოდეთ რა მე მგონი მოვიშორეთო ბინის გადასახადი გაქვს დასაფარი 800 ლარი ამიტომაც ეხლა დაფარე თორე გაგსვავ გარეთ ვერ დავფარავ რა 5 წუთის წინ ჩამერიცხა ხელფასი და ასე უბრალოდ ვერ დავანიავებ გასაგებია ვერ გადაიხდი ხო? კარგი, უახლოეს მომავალში მე სხვანაირად აგელაპარაკები შენ. ესეც მოვიშორე, მე მგონი მორჩა სანერვიულო აღარაფერი მაქვს. აუ ეს უეჭველი განვადებაზე იქნება მოსული. კი, სწორად გამოიცანი და დაფარული ნომრიდან მე გიკავშირდებოდი რომ გამითიშე და დამბლოკე ბიჭო. და რა გნებავთ ვერ გავიგე, ვერ გადავიხდი ვერაფერს, დამანებეთ თავი რა წადით სხვა გაამწარეთო. კარგი, წავალ ეხლა რახან მასე გადაწყვიტე, მაგრამ იცოდე რომ ძალიან წარედ დაუბრუნდები შენ საჭიროდ. ფეხები არავის მოჭამონ რა მე მუქრება აქ ამ ხელა ხალხი ვინ მირეკავს თო ალო გისმენ ხო რა გინდა მითხარი გენაცვალოს მამიკო გადმომირისხე 500 ლარი ბიჭო იცი რაში მჭირდება აი მანდ გაჩერდი თუ შეიძლება რა არც მაინტერესებს რაში მჭირდება ფული და არ ჩარიცხვას არ ვაპირებ და შემეშვი
შენ ბიჭო ხო არ გამოსცილდი, სულ და კარგი აზროვნების უნარი ამ ხელა კაცმა, იცოდე ინანე ბაქსაქციელს. წადი რა, გაახურეს საქმე მაშინებს აქ ამ ხელა ხალხიდო. სულ რაღაც 1 საათის შემდეგ. ესე იგი ვიყიდი ახალ ტელეფონს, ხოლო დარჩენილი ფულით გამოვიძახებ შაურმას, კარტოფილი ფრით, ქილის კოლათი და წიწაკებით. აუ, ალბათ მოიტანეს უკვე ჩემი შეკვეთები, მობძანდით, კარები ყოველთვის ღიაა. არ გინდა ბიძია კომუნალურების გადახდა და ბაზარი არაა, ჩაგიჭრი ყველაფერს და გითავაზებ თავში. ბედავ და ცხოვრობ ჩემს სახში კომფორტი გინდა, მაგრამ ფულის გადახდა არ გინდა ბიჭო. თუ გადახდა არ შეგეძლო, კომპიუტერი რაღაცზე გამოგქონდა, ან ტელეფონი თუ ტრაკი არ ქონდა მაგის. აი საკუთარ მამასაც უარსეუბნები, არც კი გცხვენია, ხო იცი ეხა რაც მოგენის, არა აგერ სხვადი შევკარი გაერთიანებული სასტავი დაგენძრა ბრატ. მოიცა რა იყო, რამდენი ხართო? მოვიდა